იქნებ გითხრათ, დავაგდით ქართულ ოცნებასთან თუ როგორ გაქრა ბრალდებულთან. ეს გუჯა შუკაკიძეა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მეტსახელად ნოდო გლდანსკის ძმა. ის მესამე ძმის ლევან შუკაკიძის პროცესზე გამოჩნდა, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევების მოწყობაშია ბრალდებული. დღეს მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. თქვენ ძმასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ბატონო გუჯა, იქნებ გითხრათ, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრებისთვის საპროცესო გარიგების პირობების შემდეგია 1 წლიანი რეალური სასჯელი და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი. ლევან შუკაკიძე საპატიმროს 10 თვეში დატოვებს. მისმა ადვოკატმა დღეს ბრალდების მხარის მსგავსად მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. არადა საინტერესოა, როგორ შეიცვალა პოზიცია ბრალდებულმა, რომელიც 2 თვის წინ პირველ პროცესზე ამტკიცებდა, რომ საფლავის ქვის ბიზნესში იყო ჩართული და ეგრეთ წოდებულ შავ სამყაროსთან არაფერი აკავშირებდა. კურსებში მაქვს სოფელი, მაქვს ცდომა იმ უნიკალურ ქვაზე, რაზედაც მუშაობდი. 4 შვილი მყავს, შვილებს ფიცა ვარ, არც არასდროს მოუცია გარაჟი ავთოს. ის გარაჟი არც არასდროს დაკეტილა, სულ ღია იყო და ვიღაც სიგარეტის მოსაწევად შედიოდა, ვიღაც სათამაშოდ. რაზე საუბრობს პროკურორი, საერთოდ არ ვიცი. ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების ეს საქმე ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა, რადგან ნოდარ შუკაკიძე მეტსახელად ნოდო გლდანსკის საქმიდან გაქრა. არადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორმა დავით კიკნაძემ ოფიციალურ ბრიფინგზე ამ საქმის მთავარ ფიგურანტად ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდ ლევან მარღიასთან ერთად სწორედ ის დაასახელა. ნოდო გლდანსკისთვის პროკურატურას ბრალი არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებშიც ფიგურირებდა. Difuzia-ți auto, dar un auto, dar în masă telefonică, da. Nici nu mergi ca să micu să auto, to este de cum am care da aici, cu ora mergi gaula. Tu eble saciru cafta, dar mă duc mesatul, ager mesit mamisi, sau de-am bolon. ძმები შუკაკიძეების როგორც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების სახელი საზოგადოებას აქამდე სმენია. წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ სწორედ მათი გავლენებით ხდებოდა გლდანში საარჩევნო ხმების მობილიზება. გარდა ამისა, მათ ახლო მეგობრული კავშირი აქვთ ქართული ოცნების საკრებულოს წევრ კოტე ზარნაძესთანაც. შუკაკიძეების სახელს უკავშირდება გლდანში ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეზგვირაძეზე თავდასხმა, რის გამოც გუჯა შუკაკიძე დაკავებულიც იყო. შუკაკიძეებსა და მათ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული მელიაც შტაბის გადაწვა სროლა და იარაღით ბუქარა საარჩევნო უბანზე. რევაზ წამალაშვილი და გიორგი ჩადუნელი მეტსახელად წამალა და ტარაკანა, ასევე რევაზ კარამანოვი არიან ის პირები, რომლებსაც ამ ეპიზოდში ლევან შუკაკიძის მსგავსად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. 4-ვე მათგანი ციხეს 1 წლიანი პატიმრობის შემდეგ 2027 წლის მაისში დატოვებს. ბრალდებულის აღიარება, არ აღიარება, დუმილის უფლების გამოყენება არის მისი უფლება, რაც კანონით აქვს მინიჭებული, რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ბრალდებულის აღიარებას და ასევე პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება. მოცემულ საქმეში ქონდა, რა თქმა უნდა, მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ამაში ვერაფერს ვერ ხედავთ უკანონოს. რევაზ წამალაშვილმა აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, რის გამოც პროკურატურამ ბრალდების ხარემ შემოგთავაზა გარკვეული პირობები, რაც ჩვენთვის და თავად ბრალდებულისთვის იყო მისაღები, დავთანხმდით და დღევანდელ პროცესზე ჩვენ შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. არც ერთ კანონიერ ქურდთან კავშირს არ ედავებოდნენ ბრალდების დადგენილების მიხედვით. უბრალოდ ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდნენ. ლევან შუკაკიძესთან ერთად დღეს ჯამში საპროცესო შეთანხმება ამ ეპიზოდში ბრალდებულ 15 პირს გაუფორმდა. პროკურატურა ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის გარდა ბრალდებულთა ნაწილს მიმართვასა და მხარდაჭერას ედავებოდა.